ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი წუთი-წუთზე უნდა გაიხსნას და ამ სხდომათა დარბაზში ბევრს ისაუბრებს თავად ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას დაკავების შესახებ. თუმცა სულ რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ორთვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და ახლა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლოში. სულ რამდენიმე წამში დაიწყება უკვე მისი ეტაპირება და ჯუანშერ ბურჭულაძეს სწორედ ამ კოლიდორით გამოიყვანენ და გადაიყვანენ საპატიმრო დაწესებულებაში. ბურჭულაძემ დღეს მოსამართლეს მიმართა და ბევრი ისაუბრა მის ბრალთან დაკავშირებითაც. მოსამართლეს უთხრა, რომ სახლი, რომელზეც საუბარი იყო აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მას ნაყიდი ჰქონდა, როდესაც გაასხვისა მისი და მისი ოჯახის წევრების ქონება. ჩვენ შეგვიძლია უკვე იქით გადავინაცვლოთ, სადაც უფრო მარტივი იქნება. ოპერატორს ვთხოვ გამომყვეს, სადაც უფრო მარტივი იქნება, რომ მოვლენებს უფრო კარგად ვადევნოთ თვალი და დავინახოთ პირველივე წამი, როდესაც ჯუანშერ ბურჭულაძეს აქედან გამოიყვანენ. სავარაუდოდ ამ წუთებში დაიწყება მისი ეტაპირება. რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძის სიტყვას, მან მოსამართლეს უთხრა, რომ მისი დაკავება იყო აბსურდული, 8 შვილის მამას ტვინის შერყევით გინდათ რომ ახლა ციხეში გამიშვათო. ეს იყო სიტყვები, რომელიც ჯუანშერ ბურჭულაძემ უთხრა მოსამართლეს. ესპანეთის სახლის ქონება გადავიხადე დედაჩემის გაყიდული ქონებით და ასევე ჩემი ქონების გაყიდვით. რაც შეეხება დეკლარაციას, ამ სახლს დეკლარაცია არ უწევდა, რადგან 2025 წელს შევიძინეო. ამ სახლს არ ვმალავდი, გამოკითხვაზე მე თავად ვუთხარი გამომძიებლებს და ხელშეკრულებაც მივიტანეო. ეს იყო სიტყვები, რომელიც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უთხრა მოსამართლეს. ახლა საქმის პროკურორი მოემართება, როგორც ხედავ, ბუნებრივია მასთან გვექნება ჩვენ ბევრი კითხვები. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. თავდაპირველად რომ გითხრათ, პირდაპირ ეთერში ვარ კოლეგებთან ბოჯიში. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა თქვენი ბრალდების მხარის შუამდგომლობა. რა დადგინდა გამოძიებით? მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თქვენმა უწყებამ რა დაადგინა? როგორც მოგეხსენებათ, თავდაცვის ყოფილ მინისტრს წარდგენილი აქვს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ბრალდების ხარემ მიმართა შუამდგომლობით სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. სასამართლომ გაიზიარა ის საფრთხეები, რაც მითითებული იყო შუამდგომლობაში და ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად გამოიყენა პატიმრობა. თავად ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობდა, რომ გაასხვისა მისი და დედამისის სახლი და სწორედ ასე შეიძინა ის ქონება, რომელზეც საუბარი იყო ბრალის დადგენილებაში. მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეში არის არაერთი პირდაპირ მტკიცებულება, როგორც მოწმეების, ასევე მოწმეების გამოკითხვის ოქმები, ასევე დოკუმენტაცია გამოთხოვილი ამოღებული სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, ასევე საერთაშორისო სამართალ თანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაცია, რითაც ბრალდება დადასტურებულია მოცემულ ეპიზოდებთან დაკავშირებით. მოწმეები, ვინც აღნიშნულ საქმეში გამოიკეთებდა. მოცემულ შემთხვევაში მოწმეებთან დაკავშირებით და მსგავს დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებთ. საფრთხეები არსებობდა როგორც მოწმეებზე ზემოქმედების, ასევე მტკიცებულებების მოპოვებაში ხელი შეშლის და მიმალვის და შესაბამისად ახალი დანაშაულის ჩადენის. აღნიშნული საფრთხეები დასაბუთებული იქნა ბრალდების მხარის მიერ, რაც გაითვალისწინა და გაიზიარა სასამართლომ. კონკრეტული შესყიდვის შედეგად, რა დროსაც ხელოვნურად იქნა გაზრდილი გორის სამხედრო ჰოსპიტალისთვის კომპიუტერულ ტომოგრაფიული აპარატის ფასი, ზიანი შეადგენს 1,333,728 ლარს, ხოლო უძრავი ქონება, რაც შეიძინა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ესპანეთში, შეძენილი იქნა 544,000 ევროთ. რა თქმა უნდა უწევდა.
მოცემულ შემთხვევაში იგი ვალდებული იყო იმ მომენტისთვის მის საკუთრებაში და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული ქონება აესახა დეკლარაციაში, რაც არ მომხდარა მოცემულ შემთხვევაში. ჟურნალისტური გამოძიება იქონებასთან დაკავშირებით. როდის გახდა თქვენთვის საინტერესო ეგ მოცემულობა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე მოულოდნელად გამდიდრდა? არსებობდა არაერთი ჟურნალისტური გამოძიება, სადაც საუბარი იყო მის ქონებებთან დაკავშირებით, მათ შორის სახლებთან დაკავშირებით. გამოძიებას აქვს შესაბამისი დრო და გამოძიება შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე გადის შედეგზე, როდესაც შეიქმნა შესაბამისი სტანდარტი, დაიწყო მის მიმართ სისხლის სამართლებრივი შესაძლებელია თუ არა ბრალდებულ პირთაცრა გაქართოვდეს და ხელბორკილები უკვე ირაკლი ღარიბაშვილს დაადო. ვერ ვისაუბრებთ, გაიზრდება თუ არა ბრალდებულ პირთაცრე, აღნიშნულს გვაჩვენებს რამდენიმე თვის განმავლობაში ბატონო გიორგი გამოძიების დეტალებთან დაკავშირებით დამატებით ვერაფერს ვერ მაინტერესებს რამდენიმე თვის განმავლობაში იკითხებოდა როგორც გვაქვს ინფორმაცია ბატონი ჯუანშერი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. ახლა მიმდინარეობს აქტიურად საგამოძიებო მოქმედებები. იკითხებიან თუ არა მაღალი თანამდებობის პირები. საქმეზე აქტიურად ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, იკითხებიან მოწმებით, კონკრეტულად ვინ იკითხება აღნიშნულს ვერ. მაღალი თანამდებობის პირები იკითხებიან, იკითხება ირაკლი ღარიბაშვილი. ბატონო გიორგი, ირაკლი ღარიბაშვილი იკითხება. ფორმალურად ხონდა მას შესაძლებლობა დეკლარირება ვერ მოხერხდა. ამაზე რომ გითხრათ დაცვის მხარეს ეს ვერ გავიგე შეკითხვა. ესპანეთში შეძენილ ბინასთან დაკავშირებით დეკლარაციაში არ იყო მითითებული. აი როგორ იყო ეს პროცესი. შემდეგ უბრალოდ და ამიტომაც ფორმალურად ვერ მოხერხდა მისი შევსებაო. ანუ 2000 შევსებული აქვს თანამდებობის პირს და მოცემულ შემთხვევაში იგი იყო სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი. თანამდებობიდან წასვლის შემდეგ 1 წლის განმავლობაში აქვს ვალდებულება რომ კვლავ შეავსოს დეკლარაცია. შესაბამისად 2025 წლის მარტში მას შევსებული აქვს აღნიშნული დეკლარაცია. მადლობა. ბატონო გიორგი, ერთ გითხავთ, დავაზუსტებ, ბოდიშის მოხდით. მე მაინტერესებს, იკითხებიან მაღალი თანამდებობის პირები თუ არა და ამ სიაში არის თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი. იკითხებიან მოწმეები, კონკრეტულად ვინ იკითხება, ვინ არიან ეს მოწმეები? ვინ არიან ეს მოწმეები? რა სფეროს წარმომადგენლები არიან? შეგიძლიათ ვისაც შეხება ჰქონდა აღნიშნულ ჯუანშერ ბურჭულაძესთან საქმესთან არის ამ სიაში ირაკლი ღარიბაშვილი? კონკრეტულ მოწმეებზე ვერ ვისაუბრებ. შესაძლებელია მასაც დაადოთ კონკრეტულ მოწმეებზე და გამოძიების დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. რამდენიმე წუთში თქვენ უსმენთ ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორს, აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მისი განმარტებით, იკითხებიან მოწმეები, საქმისთან შემხებლობაში ყოფი პირები, არ არის გამორიცხული რომ იკითხებოდეს ასევე ირაკლი ღარიბაშვილიც. ჩვენ ახლა ველოდებით, როდის დაიწყება ჯუანშერ ბურჭულაძის ეტაპირება თბილისის საქალაქო სასამართლოდან.